პრაღა. პრაღაში ჩამოსვლისას თქვენ ხვდებით ძველი ქალაქის ძველი უბნების, პასტელის ფერების, თაღების და მოოქროვილი ქანდაკებების ზღაპრულ ატმოსფეროში. პრაღა გაგაოცებთ ნაირფერი მოედნებით და მდინარის ხედით, ხეივნების იდუმალი ლაბირინთებით და მთვარის მომაჯადოებელი შუქით, რომელიც თითქოს დაცურავს სახლებისა და სამრეკლოების სახურავებზე. ქალაქის ზოგიერთი კუთხე კლაუსტროფობიას იწვევს. განათებული ქუჩების ლაბირინთები უცნაურ და იდუმალ გეომეტრიას ქმნიან ქალაქში. გამლეშ დაბეჭდილება ექნება, რომ მათ რაღაც დაბარული მნიშვნელობა აქვთ. პრაღა მაგიური ქალაქია. ამბობენ, რომ ლეონთან და ტურინთან ერთად ის ჯადოსნურ სამკუთხედს ქმნის, სადაც ხშირია ზებუნებრივი მოვლენები. იდუმალებით აღსავსე ქალაქის გარეუბანში მდებარე კალშტეინის ციხე-დარბაზი, დახვეწილი სამლოცველოებით და დაბრეცი სახურავებით. იგი შუა საუკუნეებში წმინდა რომის იმპერიის საგანძურის შესანახად ააგეს. იმპერიის ცენტრს ბოჰემია, ხოლო დედაქალაქს პრაღა წარმოადგენდა. იმ შორეულ მე-14 საუკუნეში დაიწყო ბოჰემიის გერმანიზაცია. ჩეხოსლოვაკია მოიცავს ბოჰემიას და მორავიას, რომლებიც 1620 წელს ჰაბსბურგერების იმპერიის პროვინციებად გამოცხადდა. პრაღა ბოჰემია მორავიის ალიანსის უძველესი დედაქალაქი და გერმანულ-სლავური ელემენტებით მდიდარი კულტურული ცენტრია. აქ მშვიდობიანად თანაარსებობენ პროტესტანტიზმი, კათოლიციზმი და იუდაიზმი. მდინარე ლტავას პირას მდებარე მგორაკს ვიშეგრადი ჰქვია. სწორედ აქ ააგეს პირველი საფორტიფიკაციო დაგებობა. ლეგენდის მიხედვით პრინცესა ლეგურს დაესიზღვრა პატარა კარი, საიდანაც ჯერ მამაკაცი გამოვიდა, მერე კი ქალაქი ამოიზარდა. ჩეხურად სიტყვა კარი გამოითქმის როგორც პრაგ. რა თქმა უნდა, ეს მოვლენა იმ ადგილას მოხდა, სადაც მოსახლეობის დაცვა ადვილი შესაძლებელი იყო. თავაზე მრავალი ხიდია გადებული. ისინი სხვადასხვა რაიონებს აკავშირებენ ერთმანეთს. მათგან ყველაზე ცნობილია კარლის ხიდი. ის მე-14 საუკუნეში კარლ მე-5-ს პრაღის ერთ-ერთი უდიდესი მეფის ბრძანებით ააგეს. მან თავისი პროექტი არქიტექტორ პიეტრო პარლეჟის მიანდო. შესანიშნავი სკულპტურული ჯგუფები მე-18 საუკუნეშია დადგმული. როცა სკულპტურებისა და სკულპტურული ჯგუფების რაოდენობა 30-ს მიაღწია, ხიდი ღიაცის ქვეშ მდებარე მუზეუმად იქცა. კარლის ხის მივყავარ ძველ ქალაქის ცენტრისკენ, სადაც შუა საუკუნეებში თავმოყრილი იყო პრაღის მუნიციპალური და სავაჭრო ხელისუფლება. ძველ ქალაქში სტარონესის მოედნის ირგვლივ განლაგებულია ტაძრები, რომლებიც მოიცავენ მე-14-მე-18 საუკუნეების ბოჰემიის ისტორიას. სახლების ფასადები შემკულია სხვადასხვა სკულპტურებითა და ნახატებით, საიდანაც წარმოიშვა მათი სახელწოდებებიც.
ჩეხები ოდითგან გამოირჩეოდნენ შრომის მოყვარეობით. ისინი ხელმარჯვე ოსტატები და საუკეთესო ხელოსნები არიან. განსაკუთრებულ წარმატებას კი მჭედლებმა, მეთუნეებმა და მინის მბერავებმა მიაღწიეს. მოედანზე უკრავენ მუსიკოსები, სეირნობენ ბავშვები, აქვე გამოფენილია ხალხური რეწვის ნიმუშები. აქ შეიძლება ლუდის დალევა ისეთი კათხებით, როგორცაც დაღზე ხედავთ. სტარონესის მოედანზე პრაღის მთელმა ისტორიამ გაიარა. მე-15 საუკუნეში რეფორმატორმა იან გუსმა კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგ აჯანყება დაიწყო. სწორედ ამ ადგილას იმპერატორმა მისი მიმდევრები სიკვდილით დასაჯა. მოედრის ცენტრში იან ჰუსის ძეგლი კათოლიკური ეკლესიის დიქტატისგან ბოჰემიის გამათავისუფლებელი ბრძოლის სიმბოლოა. მოედანზე აღმართულია წმინდა მოკულიშის კათოლიკური ტაძარი, რომელიც კილიან ჰინცენჰოფერმა დააპროექტა. მას ვენაში რამდენიმე შენობა აქვს აშენებული. მე-17-18 საუკუნეებში პრაღა ჰაბსბურგების იმპერიაში კულტურის ცენტრს წარმოადგენდა. ამის დადასტურებაა ბაროკოს სტილში აშენებული შესანიშნავი ტაძრები, რომლებიც კათოლიციზმის პროტესტანტ რეფორმისტებზე ტრიუმფს განასახიერებენ. ამასევე მიუთითებს ბაროკოს სტილში გადაკეთებული გოთური არქიტექტურის ტაძრები. ბაროკოს ხელოვნება ხორჩესმულია მარმარილოში, ხესა და ოქროში. მთელს ქრისტიანულ სამყაროში არსად არ შეხვდებათ ორი სტილისა და ორი ფილოსოფიის ასეთი კონტრასტი. მათი თანაარსებობა საოცარია. ისინი დაიხსნება, რომ ჩეხები ჩრდილოეთ და სამხრეთ ევროპის გეოგრაფიულ და კულტურულ გამყოფ საზღვარს წარმოადგენდნენ. ტინის კათოლიკური ტაძარი მე-14 საუკუნისაა. კინის სასახლის გვერდით მდებარე ეს ნაგებობა წმინდა მიკულაშის ტაძრის გოთური ფორმების აშკარა ანტიპოდს წარმოადგენს. მიკულაშის ტაძარი კათოლიკური რეკონსტრუქციაა, ხოლო ტინი ქუსის პროტესტანტების ცენტრი იყო. კათოლიკეების გამარჯვების სიმბოლოს წარმოადგენს ტაძრის დამაგვირგვინებელი მადონას მოოქროვილი ქანდაკება. მოპირდაპირედ მდებარეობენ ტინის სკოლის მიერ დაპროექტებული კარიბჭეები და კიბეები. ქალაქის ძველი რატუშა ადრე საცხოვრებელი სახლი იყო. შემდეგ მას რამდენიმე სართული დააშენეს და გააფართოვეს. რატუშის კოშკზე მდებარეობს 1410 წელს დამზადებული ასტრონომიული საათი. ყოველ საათში იხსნება ორი ფანჯარა და გამოდის პროცესია. ჯერ ქრისტე, მას მოსდევენ მოციქულები, შემდეგ სიკვდილი, შემდეგ მუსულმანი, სიხარბე და ამპარტავნება. პროცესიას მამალი ამთავრებს. ლეგენდის მიხედვით საათის შემქმნელი ოსტატი დააბრმავეს, რომ ისეთივე საათი აღარ შეექმნა. შურიზიების ნიშნად ოსტატმა გააჩერა საათი. მის გარდა კი არავინ იცოდა მუშაობა. საათი გაჩერებული იყო 150 წლის განმავლობაში, სანამ სხვა ოსტატმა არ შეაკეთა რთული მექანიზმი.
გრადუშის გვერდით მდებარეობს მე-17 საუკუნეში აგებული, მითოლოგიური და რელიგიური სიუჟეტებით მდიდრული ორნამენტირებული ვილა ემინუტე. კუთხეში მდებარე ლომის სკულპტურა მოგვაგონებს სახლის ძველ სახელწოდებას, აფთიაქი თეთრი ლომი. რატუშას პირვანდელი შენობა ერთ ვაჭარს ეკუთვნოდა. აღორძინების ეპოქაში ეს ულამაზესი პანჯარა გაჩნდა. უკვე მე-14 საუკუნეში პრაღა ლამაზ ქალაქად ითვლებოდა. მოგვიანებით მას ჩრდილოეთის რომს და ქალაქების დედოფალს უწოდებდნენ. პრაღა ერთ-ერთია ევროპის იმ მცირერიცხოვან ქალაქთაგან, სადაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ხელუხლებლად შენარჩუნდა ძველი ისტორიული ნაწილი. იქ, სადაც ადრე თავდაცვითი სანგრები იყო გათხრილი, ახლა პრაღის მთავარი სავაჭრო გზა გადის. უმეტეს ნაწილზე ფეხით მოსიარულეთა ზონაა. აქ დგას იტალიელი პრინცისთვის საშენებული ბაროკოს სტილის ერთ-ერთი ულამაზესი შენობა, სილვა ტარუკოს სასახლე. გვერდით მდებარეობს უნიკალური სახელწოდების და ისტორიის მქონე შენობა. ეს არის სახლის შავი ვარდი, სადაც იან ჰუსის მიმდევრები იკრიბებოდნენ. ნატრიკოპე ადგილია, სადაც ცნობილი ბოჰემური შუშის და ბროლის ნახვა შეიძლება. ბოჰემიური ბროლის ნაწარმი არა მარტო ჰაბსბურგერების იმპერიაში, არამედ მთელს ევროპაში ფასობდა. ნატრიკოპის ბოლოში მდებარეობს გოთური სტილის დენთის კოშკი, რომელიც კარლის ხიდის შესასვლელში მდებარე კოშკის ანალოგია. აქვეა ლიბერტის სტილში აშენებული პრაღის ყველაზე მთავარი შენობა, ჩვეულებრივი სახლი, იგივე საბჭოების სახლი. ის 1918 წელს ჩეხოსლოვაკიის ახალი სოციალისტური რესპუბლიკის შექმნის აღსანიშნავად ააგეს. დღეს ამ შენობაში მდებარეობს რესტორანი, ბარი, საგამოფენო დარბაზები და პრაღაში ყველაზე დიდი სმეტანას სახელობის საკონცერტო დარბაზი. მორთულობების და ფრესკების დეტალებზე მხატვრების მთელი თაობა მუშაობდა. ერთ-ერთმა მათგანმა ალფონსო მუხამ სარა ბერნარისთვის გაკეთებული რეკლამით გაითქვა სახელი. მიუხედავად იმისა, რომ ამ მორთულობას და მხატვრობას ავსტრიული ფესვები აქვს, მათში მაინც შეიძლება ადგილობრივი სამხატვრო ტრადიციების დანახვა.
ქალაქს ზლატა პრაგას ეძახიან. თუ რატომ? ეს ხალხი ხდება მზის ჩასვლის დროს, როცა მზე ეშვება ოქროსფერ ქანდაკებებზე, მოოქროვილ სახურავებზე, თაღებსა და კარნიზებზე. იგივე ეფექტს იხილავთ ღამის განათების მაგიურ შუქის ფონზეც. ამ დროს საბჭოების სახლი კარგას თავის აზე მოსახეს და გადაიქცევა ჩადოსნურ შენობა. საკონცერტო დარბაზები და ლუდხანები საღამოს გართობის მსურველთათვის საყვარელი ადგილებია. ლუდი ჩეხების ნაციონალური სასმელია. ჩეხური ლუდი მსოფლიოში საუკეთესოა. მისი გემო საიდუმლო ბოჰემიური მილებში იმალება, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გააქვთ ექსპორტზე. აქ საუჯა მრავლად გვხვდება. მაგალითად, უფლეკუ, სადაც ხარშავენ მაღალი ალკოჰოლური შემცველობის ლუდს. ლუდს სახარშა მდებარე ბარში მუდამ ხალხმრავლობაა. მის ერთ-ერთ დარბაზში საღამოობით იხსნება კავარე და წარმოდგენას უჩვენებენ. Ftawa ელბის შენაკადია, რომელსაც ჩრდილოეთ ევროპის მდინარეებიდან შევსების შემდეგ წყალი ჩრდილოეთის ზღვაში მიაქვს. გასაკვირი არ არის, რომ ფტავას ნაპირებზე საუკუნეების განმავლობაში რამდენიმე სხვილი სავაჭრო ცენტრი შეიქმნა. მდინარეზე გაშენებული ცნობილი შენობაა ეროვნული თეატრი. პრაღის მრავალი ლეგენდა ქალაქში მე-9 საუკუნიდან არსებულ ებრაულ სათვისტომოს უკავშირდება. ყველაფერი, რაც უცნაური და განსხვავებულია, ადამიანებში ყოველთვის შიშს იწვევს. შესაძლოა, ამიტომ წარმოიშვა ლეგენდა გოლემზე, რომელიც იცავდა დაჩაგრულ ებრაელ ერს. შემდეგ კი ურჩხულად გადაიქცა. დღეისათვის იოზეფის ებრაულ კვარტალში რამდენიმე ისტორიული ძეგლია დარჩენილი. ევროპაში უძველესი სინაგოგა მე-13 საუკუნისაა. კლაუსის სინაგოგა ბოლო ომის შემდეგ შექმნილი ებრაული მუზეუმის ცენტრში მდებარეობს. ნაცისტებმა პრაღის ცენტრში თავი მოუყარეს მთელი ევროპიდან ნაძარს ნივთებს და დოკუმენტებს, რომელთა საშუალებითაც ისინი არეგისტრირებდნენ მათ. ვისი განადგურებაც უნდოდათ. იოზეფში მდებარეობს ევროპაში ებრაელთა ყველაზე დიდი და ძველი სასაფლაო. უძველესი საფლავის ქვები მე-15 საუკუნითაა დადარიღებული. ყველაზე გვიანი კი მე-18 საუკუნის ბოლო წლებით. არასაკმარისი თავისუფალი ადგილის გამო აქ ასეთი საფლავის ქვები გაჩნდნენ. კაფკამ ყველაზე უკეთ გადმოსცა პრაღის თანამდები შპოთვარე სული. პრაღა მატერიალური და მეტაფიზიკური განზომილებების გადაკვეთის ცენტრში მდებარეობს, რაც აქაურობის იერსახესაც განაპირობებს და აქაურების სულიერ ცხოვრებაზეც ახდენს გავლენას. დიდმა მხატვარმა შეძლო ამ სიმბიოზის ღრმად და სრულყოფილად ასახვა. რამდენადაც ის ამ კულტურის უშუალო მატარებელი გახდათ. ამასთანავე კავკასთვის ძნელი იყო გარშემომყოფებთან წონასწორობაში ყოფნა. კავკას ებრაული სამყარო გერმანულად მეტყოლებდა, ხოლო უპირატესად ბოჰემური და ქრისტიანული კულტურის განამოცხოში ცხოვრობდა. თილის თეატრში პირველად შესრულდა მოცარტის ოპერა დონ ჟუანი. მასში ასახულია ნაკლებად გაბოროტებული, ნაკლებად საიდუმლო და მეტად ჩადოსნული პრაღა.
პრაღა ყოველთვის ძვირფასი იყო მოცარტისთვის. გენიოსი კომპოზიტორი თავს უკეთ გრძნობდა ევროპაში ყველაზე მოწინავე პუბლიკის წინაშე. ვენაში მოცარტის ქმნილებებს უფრო ფრთხილად იღებდნენ. ფიგაროს ქორწინებას პრაღაში ბრწყინვალე წარმატება ჰქონდა. ვენაში ის ნაკლები ენთუზიაზმით მიიღეს. პრაღაში მუდმივად იდმება მოცარტის ოპერები და ხშირად ჟღერს მისი სიმფონიები. აქ ასევე არის პოპულარული თოჯინების თეატრი, რომელშიც რეგულარულად წარმოადგენენ მოცარტის ნაწარმოებებს. მოცარტი ხშირად ჩამოდიოდა პეტრამკის ვილაში თავის მეგობართან, ასევე ხშირად სტუმრობდა სამილონის სახლს. სწორედ აქ დაწერა მან ოპერა დონ ჟუანი. კარლის ხიდთან ახლოს მდებარე შენობაში მე-19 საუკუნეში მოღვაწე ჩეხი კომპოზიტორის სმეტანას მუზეუმია განთავსებული. სმეტანას მუსიკა ისევე როგორც დვორჟეკის შემოქმედება ბოჰემიური პოეზიის ფესვებთანაა დაკავშირებული. კიდევ ერთი ცნობილი ჩეხი კომპოზიტორი იანუჩეკი მორავიაში დაიბადა. იგი მოღვაწეობდა მე-19 და მე-20 საუკუნეების მიზნაზე. კარლის ხიდის მხარეს მდებარეობს ქალაქის კიდევ ერთი ძველი რაიონი, მალაეს ტორონა. ის შუა საუკუნეებში აშენდა, მაგრამ დღევანდელი სახე მე-16 საუკუნის ბოლოს მიიღო. მალაეს ტორონა ის რაიონია, სადაც კათოლიკე არისტოკრატები ცხოვრობდნენ. ისინი თავიანთ სასახლეებს იმ მთის ფერდობებზე აშენებდნენ, სადაც ციხე-დარბაზი იდგა. მალოსტრანსკის მოედანზე დგას ქრისტიან ვინცენ ჰოპერის მიერ აშენებული წმინდა მიკულაშის სახელობის ტაძარი. ვინცენ ჰოპერმა თავის შვილთან კილიანთან ერთად პრაღაში ბაროკოს სტილის მრავალი შენობა ააგო. მოცარტის მუსიკის შემდეგ ლუთხანის ატმოსფეროში ჩავიძიროთ. სოფლიოში ყველაზე სახელგანთქმული და ყოჩახი ჯარისკაცის შვეიკის წარმოდგენა აქ ბევრად უფრო ადვილია ვიდრე დახვეწილ ბაროკოს სტილის პრაღაში. შვეიკი უეჭველად ანდეგმირია, რომელიც არღვეს მის პრაღის როგორც ამოუცნობი და პოეტური ქალაქის შესახებ. ომის წინააღმდეგ მიმართული სატირა პირველი მსოფლიო ომის ნანგრევებში მოყოლილი ადამიანებისათვის თვითგამოხატვის საშუალებას წარმოადგენდა და კაფკას ტრაგიკულ წინასწარმეტყველების გროტესკულ შედეგად იქცა.
ამ ციხე-დარბაზის მახლობლად მხედართმთავარმა ვალენშტაინმა აშენა ყველაზე მდიდრული ბაროკოს სტილის პირველი სასახლე ქალაქში. სასახლის უკან არის ბრინჯაოს ქანდაკებებიანი იტალიური ბაღები. პრაღის ციხე-დარბაზის სასახლეების, ტაძრების და ბაღების კომპლექსი. შუა საუკუნეებში აქ იყო განთავსებული ქალაქის ხელისუფლება. ჯერ ბოჰემიის ხელმწიფეები, მერე რომის წმინდა იმპერიის მეფეები, ბოლოს კი ჰაბსბურგერების დინასტიის იმპერატორები. მე-10 საუკუნემდე ამ მთაზე უკვე იდგა ქვის ნაგებობები. მშენებლობები დაიწყო ორი დიდი მეფის. მე-14 საუკუნეში კარლ მეოთხის, ხოლო მე-16 საუკუნის ბოლოს რუდოლფ მეორის დროს. ასი წლის შემდეგ მარია ტერეზა ავსტრიელის დროს მშენებლობა ბაროკოს სტილით დასრულდა. ამ კედლებშია ჩაწერილი ქალაქის ისტორია. ყველა შენობა ინახავს სხვადასხვა ეპოქის სიმბოლოებს და სტილს. ციხე-დარბაზი მიმართულია აღორძინების ეპოქის შენობებით, გარშემორტყმული ევროპის ყველაზე ცნობილი მოედნისკენ. მისი მდებარეობს პატარა ეზო. ეზოს ბოლოში მდებარეობს მატიაშის კარიბჭე, საიდანაც მეორე ეზოში გავდივართ. აქ არის ცნობილი ჭა და შადრევნები. ციხე-დარბაზის ცენტრში მესამე ეზოში დგას წმინდა ვიტის ტაძარი და მეფის სასახლე. ციხე-დარბაზის მშენებლობაში მონაწილეობდა შუა საუკუნეების უდიდესი და სახელგანთქმული არქიტექტორი პეტერ პარლერში. მან დაასრულა ფრანგი მეტიუს დარას მიერ დაწყებული საქმე. ნაგებობის კედლების წინ მდებარეობს პრაღის ჯადოსნურ სამყაროთაგან ერთ-ერთი უნიკალური ქუჩა, ზლატო ულოჩკა, სადაც რუდოლფ მეორის ალქიმიკოსები ცხოვრობდნენ. ამ სახლებიდან ერთ-ერთში იმალებოდა კაფკა. შესაძლოა ის სწორედ ამ იდუმალი გარემოს მიერ შთაგონებული წერდა თავის რომანებს. წმინდა ვიტის სახელობის ტაძრის უკან მე-4 ეზოში მდებარეობს წმინდა გიორგის სახელობის კათოლიკური ტაძარი. ის რომაულ სტილში აშენებული, ბაროკოს სტილის ფასადი მოგვიანებით გაჩნდა. მეფის ეზოში ციხე-დარბაზის ცხრილის უკან მდებარეობს სამრეკლო და მომღერალი შადრევნები. სწორედ ეს შენობა გახდა პრაღაში აღორძინების ხანის იტალიური არქიტექტურის პირველი შედევრი. სასახლის გვერდით უზარმაზარი პარკია. მის შუაგულში ევროპაში უმსხვილესი სტრაუგოვოს მონასტერია. მონასტერი აიგო მე-12 საუკუნის პირველ ნახევარში. მრავალი რეკონსტრუქციის შემდეგ მან ბაროკოსთვის დამახასიათებელი ერი მიიღო. შიგნით ფრესკებით შემკულ ბაროკოს სტილის ორ დარბაზში ბიბლიოთეკაა განთავსებული. ეგრეთ წოდებული ფილოსოფიის დარბაზი აშენდა სხვა მონასტრიდან ჩამოტანილი წიგნის თაროების ირგვლივ. სიგრძით 32 მეტრი, სიმაღლე კი 14 მეტრი. ჭერის ფრესკა ადამიანის სულიერი ცხოვრების ალეგორიაა. L'affresco del soffitto rappresenta un'allegoria della storia spirituale dell'umanità.
ძველი მანუსკრიპტები გამუდმებულ რესტავრაციას საჭიროებენ, აქვე, მონასტერში, არსებულ ლაბორატორიაში. მეორე დიდ დარბაზს თეოლოგიის დარბაზი ეწოდება. აქ არის გლობუსი და მთვარის მოდელი. ციხე-დარბაზსა და მალაეს ტორონას შორის მდებარეობს შესანიშნავი მოედანი, ეკლესიითა და წმინდა ლორეტას ხატის სახელობის მონასტრით. მონასტრის ცენტრში დგას წმინდა სახლის ასლი. აქ მდებარეობს პრაღის სიამაყე, 750 მეტრის სიგრძის და 60 მეტრის სიგანის მქონე ვაცლავის მოედანი. ხეების გრძელი რიგით. მოედანზე დგას მე-19 საუკუნეში აშენებული ეროვნული მუზეუმი. მუზეუმი გაიხსნა აშენებიდან 50 წლის შემდეგ. იგი ეძღვნება ჩეხურ კულტურას და განსაკუთრებით სამეცნიერო მიღწევებს, რომლებსაც გერმანია აკონტროლებდა. მუზეუმის წინ დგას წმინდა ვაცლავის ძეგლი, 4 წმინდანი მფარველის გარემოცვაში. ვაცლავის მოედანი თანამედროვე ქალაქის ცენტრია, სადაც მდებარეობს სასტუმროები, მაღაზიები, ბარები და კინოთეატრები. 80-იან წლებში აქ მთავარი პოლიტიკური დემონსტრაციები მიმდინარეობდა. მაგრამ მოედანმა არა ძეგლებით, არამედ ისტორიის გამო შეიძინა მნიშვნელობა. ვაცლავმა პრაღა დედაქალაქად აქცია ჩვენი წელთაღრიცხვის მე-10 საუკუნემდე. მან წაიყვანა ბოჰემია მორავიის სამეფო გერმანიის კურსით. სლავო-ბიზანტიური კულტურის გავლენა შეენარჩუნა. მას შემდეგ პრაღის ისტორია და კულტურა ბალანსირებს ამ ორ გერმანულ და სლავურ პოლს შორის. პრაღის ინდივიდუალობა მათ შორის მიღწეული წონასწორობის შედეგია. ფილმი გახმოვანებულია სტუდია New Art Videos მიერ, საზოგადოებრივი მაუწყებლის დაკვეთით.